შერლოკ ჰოლმსი, მოცეკვავე კაცუნები. შერლოკ ჰოლმსი რამდენიმე საათს ისე იყო გაყურსული, სიტყვა არ დასცდენია. იგი თავდახრილი დასცქეროდა მინის სინჯარას, რომელშიაც საოცრად მყრალი რაღაც იხარშებოდა. თავიც იმგვარად გადაეხარა გვერდზე, რომ შავქოჩლიან შიმშილისაგან გალეულ როხფრთიან ფრინველს მიაგავდა. უოცო, მითხრა ანასტად, თქვენ აღარ აპირებთ სამხრეთ აფრიკულ ფასიან ქაღალდებში თქვენი დანაზობის დაბანდებას? გაკვირვებისაგან შევხვდი. მართალია უკვე ვიცოდი, რომ მას მიხვედრილობის არაჩვეულებრივი ნიჭი და უნარი ჰქონდა, მაგრამ ეს მოულოდნელი შეჭრა ჩემს ფიქრთა სამყაროში სრულად ამოუხსნელი მეჩვენა. ეს საიდან გაიგეთ, ვკითხე მე. ბრუნავს კავზე მჯდომი ჰოლმსი ჩემსკენ შემოტრიალდა. ხელში სინჯარა ეჭირა, საიდანაც ორთქლი ამოდიოდა. მის ღრმად ჩამჯდარ თვალებში დამცინავი ნაპერწკალი გამოგვრთა. აღიარე თუ ოცონ, რომ თავგზა აგებნათ. მართალი ხართ, მართლაც დავიბენი. რომ გაიძუროთ ამის ქაღალდზე დაწერა და ხელიც მოგაწერინოთ, კარგი იქნება. რისთვის? იმისთვის, რომ 5 წუთის შემდეგ იტყვით, ყოველივე ეს ძალზე უბრალო საქმე ყოფილა და რამ დამაბნიაო. დარწმუნებული ვარ, რომ ამას არასოდეს ვიტყვი. ძვირფასო უოცო, ჰოლმსმა სინჯარა სადგარზე დაამაგრა და ლექციის კითხვა ისე დამიწყო, თითქოს პროფესორია და აუდიტორიას მიმართავსო. დასკვნების გაკეთება არც ისე ძნელია, თუ ყოველი მომდევნო დასკვნა სრულიად უბრალოდ გამომდინარეობს წინა დასკვნიდან. თუ ამის შემდეგ ყველა შუათან არგულს გამოვტოვებთ და მსმენელამდე მხოლოდ ამბის დასაწყისსა და ბოლო დასკვნას მივიტანთ, შეიძლება მასზე თავზარდამცემი შთაბეჭდილება მოვახდინოთ. მას შემდეგ, რაც თქვენი მარცხენა ხელის წერსა და საჩვენებელ თით შორის არსებულ ჩაღრმავებას დავუკვირდი, აღარ გამჭირვებია იმ დასკვნის გამოტანა, რომ თქვენი მცირე კაპიტალით ოქროს საბადოების აქციების შეძენა გადაიფიქრეთ, მაგრამ მე ამ ორ გარემოებას შორის ვერავითარ კავშირს ვერ ვხედავ. სავსებით შესაძლებელია. მე კი რამდენსამე წუთში დაგარწმუნებთ, რომ ასეთი კავშირი არსებობს. აი ამ უბრალო ჯაჭვის რგოლები, ჯერ ერთი, როცა გუშინ საღამოს კლუბიდან დაბრუნდი, თქვენი მარცხენა ხელის წერსა და საჩვენებელ თით შორის ჩაღრმავებული ადგილი ცარცით იყო დასვრილი. მეორე, როცა თქვენ ბილიარდს თამაშობთ, ამ ადგილზე ცარცი ისვამთ, რათა ბილიარდის ჯოხმა ხელზე არ ისრიალოს. მესამე, ბილიარდს ეთამაშებით მხოლოდ სერსტონს. მეოთხე, ერთი თვის წინ მითხარით, რომ სერსტონმა შემოგთავაზეთ მასთან ერთად შეიძინოთ სამხრეთ აფრიკული ფასიანი ქაღალდები, რომელთაც ერთი თვის შემდეგ გაყიდიან. მეხუთე, თქვენი ჩეკის წიგნაკი ჩაკეტილია ჩემი საწერი მაგიდის უჯრაში და თქვენ არ გითხოვიათ ჩემთვის ამ უჯრის გასაღები. მეექვსე, აქედან გამომდინარე, თქვენ აღარ აპირებთ ფულის დაბანდებას სამხრეთ აფრიკულ ქაღალდებში. რა უბრალო რამეა, შევძახე მე? ცხადია, მიპასუხა მან და წყენა ოდნავ დაეტყო. ყოველი ამოხსნილი ამოცანა იოლი გვეჩვენება, მაგრამ აი კიდევ ერთი თავსატეხი. იგი ჯერ არაა გადაწყვეტილი. ნახოთ, ჩემო მეგობარო, როგორ გაართმევთ მას თავს. ქაღალდის ფურცელი მაგიდაზე დააგდო და თვითონ ისევ სინჯარასა და ქიმიურ ანალიზს დაუბრუნდა. გაოცებულმა შევხედე ქაღალდზე გამოხატულ რაღაც უაზრო იეროგლიფებს. მომიტევეთ, ჰოლმს, ეს ხომ ბავშვის ნახატია, შევძახე მე? თქვენ ასე ფიქრობთ? მას თქვენი აზრით რა უნდა იყოს? ნორფოლკერ მისტერ ჰილტონ კუბისაც სწორედ გაინტერესებს. ეს პატარა რებუსი მან ფოსტით გამოგვიგზავნა. ალბათ სადაცაა თვითონაც აქ გაჩნდება. გესმით ზარის ხმა, უოტსონ? ნამდვილად ისაა. კიბეზე მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა და წუთის შემდეგ ჩვენთან მაღალი, როყე ბღაჟღაჟა, სუფთად გაპარსული ჯენტლმენი შემოვიდა. მისი ნათელი გამოხედვა და სახისიერი იმას მეტყველებდა, რომ ეს ადამიანი ნისლიანი ალბიონის მკვიდრი არ იყო. ისე მომეჩვენა თითქოს ჩვენ სტუმარს თან მოყვა აღმოსავლეთის სანაპიროს მაგარი, გრილი ქარის ქროლვა, ხელი ჩამოგვართვა და ის იყო ჩამოჯდომას აპირებდა, რომ უეცრად სწორედ ამ იმუცნაური ნიშნებით აჭრელებულ ფურცელს მოჰკრა თვალი. ცოტა ხნის წინ ხელში რომ მეჭირა და მაგიდაზე დავაგდე. რას ფიქრობთ ამ იეროგლიფებზე, მისტერ ჰოლმს? წამოიძახა სტუმარმა. მე მითხრეს, რომ თქვენ გიტაცებთ საიდუმლოებით მოცული ამბები, უცნაური შემთხვევების ამოცნობა და კვანძების გახსნა. ჩემი აზრით ამაზე უფრო უცნაურ შემთხვევას ვერსად წააწყდებით. ეს ფურცელი წინდაწინ იმიტომ გამოგიგზავნეთ, რომ ჩემს მოსვლამდე მასზე გამოსახული ნიშნები შეგესწავლათ. მართლაც ძალიან საგულისხმო ნახატებია, თქვა ჰოლმსმა. ერთი შეხედვით შეიძლება ადამიანს ბავშვის ცერკობად მოეჩვენოს. არ ვიცი რა აზრი უნდა გქონდეს ასეთი აწაწინა მოცეკვავე კაცუნების ხატვას. ან თქვენ რატომ აძლევთ რაიმე მნიშვნელობას ასეთ უცნაურ წვრილმანს? ჩემი ცოლი რომ არა, ასეთ უცნაურ ნახატს მართლაც არავითარ ყურადღებას ღირსად არ მივიჩნევდი, მაგრამ მას შიშისაგან ლამის გული გაუსკდეს.
არაფერს მეუბნება, მაგრამ ხედავ, მის თვალებში ელვამ დაისადგურა. აი რატომ მოვიტანე ეს საქმე ასე გულთან ახლოს. ჰოლმსმა ქაღალდი სარკმელთან მიიტანა. ეს იყო უბის წიგნაკიდან გამოხეული ფურცელი. ზედ ფანქრით იყო გამოყვანილი აი ასეთი პატარა ფიგურები. ჰოლმსმა ფურცელი ყურადღებით დაათვალიერა და საფულეში ფრთხილად შეინახა. ეს საქმე ბევრ საინტერესოსა და უჩვეულოს გვპირდება, თქვა მან. ზოგი რამ უკვე მიამბეთ თქვენი წერილით, მისტერ ჰილტონ კუბით, მაგრამ ძალიან მადლობელი დაგრჩებით, თუ თავაზიანად დათანხმდებით მის გამეორებაზე, რათა ჩემმა მეგობარმა ექიმო უოტსონმა საკუთარი ყურით მოგისმინოთ. ვერაფერი შვილი მთხრობელი გახლავართ, თქვა ჩვენმა სტუმარმა და თან თავისი დიდი, ღონიერი ხელები ნერვულად შეყუმშა და გაშალა. თუ ჩემს მონათხრობში რაიმე ბუნდოვანი მოგეჩვენებათ, კეთილიანებით და კითხვები მომეცით. დავიწყებ იქიდან, რომ შარშან ცოლი შევირთე. წინასწარ უნდა გითხრათ, რომ თუმცა მდიდარი არა ვარ, მაგრამ ჩვენი გვარი რიდლინგთორპში უკვე 5 საუკუნეა ცხოვრობს და მთელს ნორფოლკის საგრაფოში ყველაზე წარჩინებულად ითვლება. შარშან დღეს სწავლებზე ლონდონში ჩამოვედი და რასელ სკვერზე მდიდრულად მორთულ ოთახებში გავჩერდი, რადგანაც იქ ჩვენი მრევლის მოძღვარი პარკერი დაბინავდა. იქ ერთი ახალგაზრდა ამერიკელი ლედი, გვარად პატრიკი, ილსი პატრიკი ცხოვრობდა. მე და ეს ქალიშვილი მალე დავმეგობრდით. ერთი თვეც არ გასულა, რომ ის მგზნებარედ შემიყვარდა. დავქორწინდით და საცხოვრებლად ჩემს მამულში, ნორფოლკში გადავედით. ალბათ უცნაურად მოგეჩვენებათ, მისტერ ჰოლმს, რომ წარჩინებული გვარის კაცი თხოვლობს ქალს, რომლის წარსულსა და ოჯახზე არაფერი იცის, მაგრამ ილსი პატრიკი რომ გენახათ და გაგეცნოთ. ჩემი საქციელის გაგება არ გაგიჭირდებოდეთ. ილსი ჩემთან ძალიან გულახდილი გახდეთ. მან სრული უფლება მომცა უარი მეთქვა ქორწინებაზე, თუ ამას ვისურვებდი. წარსულში ბევრი არასასიამოვნო ნაცნობი მყავდა. მითხრა ილსი, მინდა ყოველივე დავივიწყო. არ მინდა დავუბრუნდე ჩემს განვლილ ცხოვრებას, რადგან წარსულის უბრალო გახსენებაც კი ტკივილს მგრის. თუ მე შემირთავ ჰილტონ, შენ დაქორწინდები იმ ქალზე, რომელსაც თვითონ ურიგო არაფერი ჩაუდენია, მაგრამ ჩემს სიტყვას უნდა ერწმუნო და ნება მომცე გავჩუნდე ყველაფერზე, რაც იყო მანამდე, ვიდრე შენი გავხდებოდი. თუ ეს პირობა ძალიან მძიმედ გეჩვენება, დაბრუნდი ნორფოლკში და ნება მომეცი, ისევ მარტოხელად ვიცხოვრო. ეს ქორწინებამდე ერთი დღით ადრე მითხრა. მე ვუპასუხე, რომ მზად ვიყავი დავმორჩილებოდი მის ნებას და ჩემი სიტყვა არც გამიტეხია. უკვე ერთი წლის ურქმარი ვართ და ეს წელიწადი ძალიან ბედნიერად გავატარეთ, მაგრამ ამ ერთი თვის წინ ცოლმა ამერიკიდან გამოგზავნილი წერილი მიიღო. ეს იმით დავადგინე, რომ კონვერტზე ამერიკული მარკა ეკრა. ილსიმ წერილი წაიკითხა, თუ არა ცეცხლში შეაგდო და სახეზე სიკვდილის ფერმა გადაჰკრა. მის მერე იმ წერილზე ერთხელაც არ დაუძრავს სიტყვა და არც მე მიკითხავს რაიმე, რადგან სიტყვა სიტყვაა, მაგრამ წერილის მიღების შემდეგ ვერ იქნა და ვეღარ დამშვიდდა. ერთავად შეშინებულია და ყველაფრიდან ჩანს, რომ რაღაც უბედურება მოევლის. ახლა გადავალ ჩემი ამბის ყველაზე უცნაურ ნაწილზე. ამ ერთი კვირის წინ, მგონი სამშაბათს, ერთ-ერთი ფანჯრის რაფაზე ვნახე ცარცი დახატული მოცეკვავე კაცუნები. სწორედ ისეთები ამ ხაღალზე რომ არიან გამოსახულნი. ვიფიქრე, კაცუნები საჯინებაში მომუშავე ყმაწვილმა დახატა მეთქი, მაგრამ მან მითხრა და შემომფიცა კიდეც, მაგამბისა არაფერი ვიციო. ნახატი ღამით გაჩნდა, რაფა გავრეცხა და ილსთან საუბარში ვითომ შემთხვევით სიტყვა ამ კაცუნებზე ჩამოვაგდე. ჩემ და გასაოცრად ცოლმა ეს ამბავი გულთან ძალიან ახლოს მიიტანა და მთხოვა, თუ იმ ნარკაცუნებს კიდევ დაინახავ, მაჩვენეო. მთელი კვირა ისე გავიდა, მსგავსი არაფერი შემიმჩნევია. გუშინ დილით კი ბაღში მზის საათზე აი ეს ფურცელი დავინახე. ილსის უჩვენე და მაშინვე გული შეუწუხდა. მას შემდეგ სიზმარეულებით დაბორიალობს და თვალებში გამუდმებით შიში აქვს ჩამდგარი. აი რატომ მოგწერეთ მისტერ ჰოლმს და რისთვის გამოგიგზავნეთ ეს ფურცელი? პოლიციაში წასვლა არ შემეძლო, რადგან იქ უსათროდ სასაცილო დამიგდებიან. თქვენ კი მირჩიეთ როგორ მოვიქცეთ. დიდარი კაცი არა ვარ, მაგრამ თუ ჩემს ცოლს საფრთხე ემუქრება, მზად ვარ უკანასკნელი გროში დავხარჯო, ოღონდ იმას არაევნოსლა. კარგი შესახედავი ვაჟკაცი კი იყო ეს ცისფერთვალება ბუმბერაზი. ცოლის სიყვარული და ერთგულება მისი სახის ყოველ ნაკვთზე იყო აღბეჭდილი. ჰოლმსმა ამ კაცის მონათხრობი გულისყურით მოისმინა. მერე ჩაფიქრდა და დიდხანს დუმდა. ხომ არ გგონიათ, მისტერ კუბით, თქვა ბოლოს, რომ ყველაზე სწორი იქნებოდა პირდაპირ მიგემართა თქვენი ცოლისათვის და გეთხოვათ საიდუმლო თქვენთვის გაემჟღავნებინა.
ჰილტონ კუბიტმა უარის ნიშნად თავი გააკნია. დაპირებაა მისტერ ჰოლმს, თუ ილს იმოისურვებს, თვითონვე ყველაფერს მიამბობს, ხოლო თუ არ ინომებს, ძალით ვერ მოუთხოვ გული გადამიშალოს. ასეთ შემთხვევაში მთელი სულით და გულით დაგეხმარებით. მითხარით თქვენს მეზობლად ახალი ბინადარი ხომ არავინ გამოჩენილა? არა, რამდენადაც ვიცი, თქვენ ძალიან მიყრუებულ კუთხეში ცხოვრობთ. ახალი კაცის ჩამოსვლა იმედი მაქვს შეუმჩნეველი არ დარჩება. ახლო ვინმე უცხო რომ გამოჩენილიყო, რა თქმა უნდა გავიგებდი, მაგრამ ჩვენს მახლობლად არის რამდენიმე ზღვისპირა სოფელი კარგი პლაჟებით. ფერმერები ჩამოსულ მოაგარაკეებს მიაქირავებენ ხოლმე ოთახებს. ამოცნაურ ნახატებში უსათუოდ რაღაც დაფარული აზრი უნდა იყოს. იმ წარწერას, რომელიც თქვენ გამომიგზავნეთ, სიმცირის გამო ვერაფერი გავუგე, ხოლო ფაქტები თქვენ რომ მაუწყეთ, ისე გაურკვეველია, რომ მათგან რაიმე დასკვნის გამოტანა საძნელო საქმეა. ჩემი აზრით, ისევ ნორფოლკს უნდა მიაშუროთ და ყველაფერს, რაც გარშემო ხდება, თვალყური ადევნოთ. როგორც კი ახალ მოცეკვავე კაცუნებში ამჩნევთ, უაღრესი გულმოდგინებით გადახატეთ. რა სამწუხაროა, რომ არ გადაღატეთ ის ფიგურებიც არცით რომ დაუხატავთ ფანჯრის რაფაზე. შეკრიბეთ ცნობები ყველა ახლა ჩამოსულზე, რომელთაც არ იცნობთ. როგორც კი რაიმე ახალს შენიშნავთ, მაშინვე ჩემთან გამოეშურეთ. აი საუკეთესო რჩევა მისტერ ჰილტონ კუბით, რომლის მოცემაც ახლა შემიძლია. თუ საჭირო გახდება, ყოველთვის მზად ვარ ჩამოვიდე ნორფოლკში და ვინახულო თქვენი სახლი. მისტერ ჰილტონ კუბიტთან შეხვედრის შემდეგ შერლოკ ჰოლმსი ხშირად იყო ღრმად ჩაფიქრებული. არაერთხელ მინახავს საფულედან როგორ ფრთხილად ამოიღებდა ხოლმე ფურცერს და ზედ გამოხატულ თავშესაქცევ ფიგურებს დიდხანს დასქეროდა, მაგრამ ჩემთან ამ საგანზე მხოლოდ 2 კვირის შემდეგ ჩამოვდო სიტყვა. ერთხელ სადღაც წასვლა დავაპირე და უცბად შემაჩერა. უმჯობესი იქნება შინ დარჩეთ უოტსონ. რატომ? იმიტომ რომ დღეს დილით ჰილტონ კუბიტისაგან დეპეშა მივიღე. გახსოვთ ჰილტონ კუბიტი და მისი მოცეკვავე კაცუნები? პირველ საათსა და 20 წუთზე ლონდონში იქნება. ყოველ წამს შეიძლება კარზე მოგვიკარკუნოს. მისი დეპეშიდან შევიტყვე, რომ ჩვენთვის უაღრესად საგულისხმო ახალი ამბები აქვს. ცდა დიდხანს არ მოგვიხდა, რადგან ნორფოლკელი სკვაირი ეტყობა სადგურიდან პირდაპირ ჩვენსკენ გამოეშურა. ნაოჭებისაგან დაღარული შუბლი და ფიქრიანი, უგუნებო სახე ჰქონდა. დაქანცული თვალებით ხანმე შემომცქეროდა და ხან ჰოლმსს აპირდებოდა. ეს ამბავი ნერვებს მიშლის მისტერ ჰოლმს. ქვა კუბიტმა და სავარძელში მოცელილივით ჩაეშვა. საზიზღარი მდგომარეობაა, როცა ყოველი მხრიდან გარემოცულიყარ უცნობი უხილავი ადამიანებით, რომლებიც ცდილობენ რაღაც უცხოეთში ჩაგითხრიო, მაგრამ კიდევ უფრო აუტანელი ამბავია, უყურებდე როგორ თანდათანობით კლავენ შენს ცოლს. ქალი თვალსა და ხელშუა დნება. სრულიად არაფერი უთქვამს? არა მისტერ ჰოლმს, არაფერი უთქვამს. არის წუთები, როცა იმ საწოდავს ძალიან უნდა ყველაფერი მიამბოს, მაგრამ გამბედაობა არ ყოფნის. ცდილობდი დავხმარებოდი, მაგრამ ყველაფერი ისე უხეშად გამომივიდა, რომ მხოლოდ დავაფრთხე. ილს ხშირად ჩამომიგდებს ხოლმე სიტყვას იმაზე, რა ძველებური სიტყვას იმაზე, როგორ ვუყვარვარ და ვგრძნობ, რაღაც უნდა დასწინოს, მაგრამ საქმე შუაზე წყვეტს და დუმდება. თქვენ თვითონ ვერაფერი აღმოაჩინეთ? ბევრი რამ აღმოვაჩინე, მისტერ ჰოლმს. გამოსაკურებად მოგიტანეთ ახალი მოცეკვავე კაცუნების მთელი დასტა და რაც მთავარია, ვნახე ის ვინც ამ კაცუნებს ხატავს? დიახ, ვნახე მუშაობაში გართული, მაგრამ ნება მომეძით ყველაფერი დაწვრილებით თანმიმდევრობით გიამბოთ. თქვენგან რომ დავქმოდი, მეორე დილითვე ვიპოვე ფარდულის შავი ხისკარზე დახატული ახალი მოცეკვავე კაცუნები. ეს ფარდული ძალიან კარგად ჩანს ჩვენი სახლის ფანჯრიდან. ყველანი გადავიხატე, ნახეთ, ქაღალდის ფურცელი ამოიღო, გაშალა და მაგიდაზე დადო. აი რა იეროგლიფები არის ზედ გამოხატული. ჩინებულია, თქვა ჰოლმსმა, ჩინებულია, განაგრძეთ გეთაყვა. გადავიხატე კაცუნები და მერე კარზე დახატულები წავშალე. მაგრამ 2 დღის შემდეგ იმავე კარზე გაჩნდა ახალი წარწერები. აი ისიც. ჰოლმსმა ხელი მოიფშვიდა და სიხარულით გაიცინა. ჩვენი მასალა სწრაფად იზრდება, თქვა მან. 3 დღის შემდეგ მზის საათზე აღმოვაჩინე ქაღალდზე დაწერილი მთელი ეპისტოლე, რომელსაც ზედ ქვაედო. აი ეს ქვაც. როგორც ხედავთ, მასზე დახატული იგივე ფიგურები, რაც წინა წერილში იყო. მაშინვე გადავწყვეტე ამ უცნობ მხატვარს დავდარაჯებოდი. რევოლვერი ავიღე და ჩემს კაბინეტში დავჯექი. ფანჯრიდან კარგად ჩანდა კორდიც და ბაღიც. ღამის 2 საათზე, როცა ფანჯერასთან ვიჯექი და მთვარის შუქით განათებულ ბაღს გავცქეროდი,
ჩემ ზურგს უკან ნაბიჯის ხმა გაისმა, შემოვფრინდი და ხალათმოსხმული ჩემი მეუღლე დავინახე. მან ვედრება დამიწყო დაწექიო. მოლახდილად ვუთხარი, მინდა შევიტყვო ამ სულელურ ოინებს ვინც ჩადის მეთქი. ყველაფერი ეს უაზრო ხუმრობაა, რაც შენ ყურადღების ღირსი არ არისო და ეს თუ ისე გაღიზიანებს, წავიდეთ სამოგზაურო და აღარავინ შეგვაწუხებს. მითხრა მან, როგორ ნება მივცე ვიღაც მასხარას საკუთარი ბინიდან გაგვაგდოს? ასე ხომ მთელი საგრაფო ყბა დაგვიღებს, თქვი მე. წადი დაიძინე და მასე დილით ვილაპარაკოთ, მიპასუხა მან. უეცრად სახე ისე გაუფითრდა, რომ ეს მთვარე შუქზეც კი შევამჩნიე. ფერმიხtildeმა ილსიმ თითები ისე მომიჭრა, ლამის მხარში ჩამასო. ფარდულის ჩრდილში რაღაც მოძრავი სხეული შევამჩნიე. მერე დავინახე, როგორ გამოძრა კუთხიდან შავი მოხრილი ფიგურა და კარის წინ ჩაჯდა. რევოლვერზე ხელი ვიტაცე და წინ გავიჭერი, მაგრამ ცოლმა აცახცახებული ხელები ჩამჭიდა და ადგილზევე შემაჩერა. თავის გათავისუფლება ვცადე, მაგრამ ილსი კიდევ უფრო მეტი სასწორებით ჩამაფრიდო მკლავში. ბოლოს როგორც იქნა მოვახერხე თავის დაღწევა, მაგრამ ვიდრე კარი გავაღედა ფარდულამდე მივირბინე, ის კაცი უკვე გაქრა. თუმცა კვალი მაინც დატოვა. კარზე რამდენიმე მოცეკვავე კაც უნდა მიეხატა. მთელი ბაღი შემოვირბინე, მაგრამ მის ასავალ-დასავალს ვერ მივაგენი. თუმცა ღრმად მწამდა, რომ იქვე ახლოს იმყოფებოდა. დილით ფარდულის კარის დათვალიერების დროს აღმოვაჩინე, რომ იმ კარზე კიდევ რამდენიმე ახალი კაც უნდა მიემატებინა. გადაიხატეთ? დიახ, ძალიან ცოტა რამ იყო გადასახადი, აი ნახეთ. ისევ ქაღალდის ფურცელი გვაჩვენა. ახლა ცეკვას განსხვავებული სახე მიეღო. მითხარით, კითხა ჰოლმსმა, რომლის თვალთა გამომეტყველებაზე მივხვდი, რომ ძალიან ღელავდა. ეს კაცუნები დამატებული იყო წინა წარწერაზე, თუ შემდეგ დახატეს? ისინი დახატულნი იყვნენ კარის ქვედა ნაწილზე. ჩინებულია, ეს ჩვენთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. ეს იმედს მინერგავს. გთხოვთ მისტერ ჰილტონ კუბით. განაგრძოთ თქვენი საინტერესო თხრობა.